შვედეთის საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს და განმარტავს თუ რა ზომების მიღებას აპირებს შვედეთის მთავრობა უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებით და ამბობს, რომ ეს პროცესი მკვეთრად განსხვავდება საქართველოში მიღებული უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისაგან. როგორც განცხადებაში ანათქვამი, შვედეთის მთავრობამ დანიშნა სპეციალური გამოძიების თავმჯდომარე, რომელიც შეაფასებს, უნდა იგრძალოს თუ არა შვედეთში ექსტრემისტული და სხვა ანტიდემოკრატიული მიზნებთან დაკავშირებული საქმიანობის უცხოური დაფინანსება. საელჩოს განმარტებით, მათი მიზანი შვედეთში დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლაა. შვედეთის საელჩომ განმარტება მას შემდეგ გააკეთა, რაც ქართული ოცნების ლიდერებმა და არხებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ შვედეთის მთავრობა ანტიდემოკრატიული მიზნების მქონე საქმიანობის უცხოური დაფინანსების აკრძალვას აპირებს. ამის მიზანია შვედეთის დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი საქმიანობის წინააღმდეგ ბრძოლა, როგორიცაა ტერორისტული და ძალადობრივი ექსტრემიზმის აქტების დაცვა, ძალადობრივი ქმედებებისა და დივერსიის წახალისება. გამოძიების თავმჯდომარეს ასევე ევალება ისეთი შეთავაზების უზრუნველყოფა, რომელიც შვედეთის კონსტიტუციას, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას და ადამიანის უფლებათა სხვა ვალდებულებებსა და მოთხოვნებს შეესაბამება. ეს პროცესი მკვეთრად განსხვავდება უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტისაგან, რომელიც ეხება ყველანაირ უცხოურ დაფინანსებას, მისი მიზნობრიობის მიუხედავად და რომელიც მიღებულ იქნა ნაჩქარევად სათანადო საჯარო კონსულტაციების გარეშე. ვენეციის კომისიამ ასევე დაასკვნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონით დაწესებული შეზღუდვები არ აკმაყოფილებს დემოკრატიულ საზოგადოებაში კანონიერების ლეგიტიმურობისა და საჭიროებების მოთხოვნებს და მკაცრად ურჩია საქართველოს ხელისუფლებას მისი გაუქმება.